საღამომშვიდობისა 328 დღეა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინ. დღეა, რაც საქართველოს მოქალაქეები უწყვეტად აპროტესტებენ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას თქვას უარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ვართ ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან და კადრი, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ეს დროშები ეკუთვნის ზურა ჭავჭანიძეს. ზურა ჭავჭანიძე არის აფხაზეთიდან დევნილი, რომელიც მთელი 300-ზე მეტი დღის განმავლობაში ბათუმის აქციების უწყვეტი მონაწილე იყო და ის რამდენიმე დღის წინ დააკავეს 4 ოქტომბრის საქმეზე. მას სახელმწიფო ობიექტის, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ედავება ქართული ოცნების პროკურატურა. გეტყვით, რომ ზურაბ ჭავჭანიძე არის 58 წლის ადამიანი და კადრი, რომელიც გაავრცელა პროკურატურამ და რომელი კადრის მიხედვითაც პროკურატურა ამტკიცებს, რომ ზურა ჭავჭანიძე ხელში იგდებდა სტრატეგიული ნიშნულობის შენობას, ამ კადრში ჩანს, როგორ გადაადგილდება საქართველოს პრეზიდენტის სასახლის, საპრეზიდენტო სასახლის ეზოში ზურა ჭავჭანიძე. დადის უბრალოდ დროშით ხელში. და ეს მიიჩნია ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით და იმ საჯარო ინფორმაციას დაყრდნობით საუბრობ, რაც ხელმისაწვდომია ქართული ოცნების პროკურატურამ დანაშაულად. ჩვენი რეალობა არის ასეთი, რომ ყოველი დილა იწყება დაკავებებით და საღამოც მთავრდება დაკავებებით. ამ დროისთვის დაახლოებით 5 ადამიანია დაკავებული. დღეს ვაჟა სირაძე გამოვიდა და თქვა, რომ 42 ადამიანის წინააღმდეგ არის დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, რაც ნიშნავს, რომ 42 ადამიანს პერიოდულად დააკავებენ უახლოეს დღეების განმავლობაში და ჩვენი დათვლით დაკავებულია 15 პირი უკვე და როგორც ჩანს დანარჩენების დაკავებასაც მალე მოახდენს, ანუ დანარჩენებსაც მალე დააკავებენ. ამ ადამიანს თქვენ იცით, რომ ქართულმა ოცნებამ 2 დღის წინ მიიღო კანონი, რომელი კანონის მიხედვითაც აიკრძალა გზის გადაკეტვა გახდა იმ სახის დანაშაული, რომელიც 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება. ჯერჯერობით ყველაზე ხანგრძლივი, ანუ ყველაზე მაღალი სასჯელი ლევან ჯობავას დააკისრეს, 14 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს მას გუშინ. დაკავებულია 3 ჟურნალისტი, ფორმულა 3 ჟურნალისტი, ვახოსანაიე ცირეჟვანი და ქეთა ციცქიშვილი არიან დაკავებულები. ვახოსანაიეს 6 დღიანი პატიმრობა, ქეთა ციცქიშვილს 5 დღიანი პატიმრობა. ცირეჟვანიას პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. ქართული ოცნების რეჟიმი არც აპირებს, რომ რეპრესიულად ებრძოლოს გამოხატვის თავისუფლებას, ადამიანების უფლებას შეიკრიბონ და გამოხატონ თავიანთი კრიტიკული აზრი. ვართ ბათუმში, როგორც გითხარით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან. ბათუმის პროტესტი განსხვავებულია. ეს აქ ბათუმში არ კეტავენ გზას აქციის მონაწილეები, ისინი ტროტუარზე დგანან და ტროტუარიდან, ასე ვთქვათ, ეს არის ის ადგილი, სადაც იკრიბებიან ხოლმე ეს ადამიანები და თავენ პროტესტს გამოხატავენ. ბატონ ზურაბ, გამარჯობათ. დღეს საუბრობთ
იმ ადამიანების შესახებ, იმ 42 ადამიანზე, ვინც ბოლო 3 დღეში დააკავა რეჟიმმა. მათ შორის არიან ჟურნალისტები, მწერლები, რეჟისორები. გუშინ ნახეთ რეჟისორის, ასე ვთქვათ, ქცევა, როგორც არის თავისი ფეხით მივიდა პოლიციაში და უთხრა, რომ დღეს მე გადავკეტე რუსთაველი და დამაპატიმრეთ. და მას ხვალ 12 საათზე დაიჭერენ, როგორც დღეს გახდა ცნობილი, ანუ დაურეკეს პოლიციიდან. გუშინ არ დააპატიმრეს, მაგრამ დღეს დააპატიმრეს. მე რა მინდა გკითხოთ, თქვენ პირადად როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, როგორ ხედავთ პროტესტის განვითარების გზას? ფაქტია, რომ ქართული ოცნება ცდილობს ყველა ხერხით ჩაახშოს ყველანაირი კრიტიკული აზრი. მოქალაქეები ჯერ ამას არ ეპოვებიან, თუმცა ეს ადამიანური რესურსიც ამოწურვადია. თქვენ როგორც ერთ-ერთი მონაწილე ამ პროტესტის, არა თბილისში, მაგრამ ბათუმში, როგორ ხედავთ განვითარებას? მე პირველ რიგში მინდა უთხრა გიორგი ახარიას პარტიას. ხელისუფლება, რომელიც იფორმებს 80%-ს და თავად გიორგი ახარია ვერ იფორმებს და არ უფორმებენ მაგალითად არჩევნებში 4%-ში. ბატონო გიორგი ახარია, თქვენ ჯერათ რომ ნამდვილად 4% ვერ აიღეს და 80% აიღო ქართულ ოცნება? ამაზე ალბათ ბატონმა გიორგი ახარიამ და მისი პარტიის წარმომადგენლებმა უნდა გაქცენ პასუხი, ჩვენ მე ვერ გიპასუხებთ. ბათუმელებს ყველა უსმენთ და იმიტომ. თქვენ თუ ჯერათ ამის რომ მაგალითად თქვენ აიღეთ 4%-ის ვერ აიღეთ და ოცნებამ 80% აიღო, კი ბატონო დაბინაკდით ქართულ ოცნებაში, მაგრამ ქართულ ოცნებას გიორგი ახარია დაამუხრუჭებს და დატოვებს კვლავ 3 წელიწადს. კვლავ 3 წელიწადს დარჩება ქართული ოცნება. მე ამას ხედავ წინასწარ, ხო გამიგე? მე წინასწარ რას წინასწარ მეტყოლი, აქ ყველა აღჩესული. წინასწარ ხედავ, რომ ქართულ ოცნებას სამწუხაროდ და საუბედუროდ გიორგი ახარია დატოვებს. სამოქალაქო საზოგადოებამ რა შეიძლება გააკეთოს? მოდი ამაზე ვილაპარაკოთ, პროტესტზე ვილაპარაკოთ და თითოეული ადამიანის როლზე ვილაპარაკოთ. ამის შემდეგ თვითონ საზოგადოებამ უნდა გააკეთოს ერთადერთი, რაც თავარია, რა თქმა უნდა, ნომერ პირველია, რაც უნდა დავიწყოთ ჩვენ. აქტიურმა საზოგადოებამ. ჩვენ საკუთარ Facebook გვერდებზე დავიწყოთ ბრძოლა, მოუწოდოთ ადამიანებს, რომ გამოვიდნენ ქუჩაში. ნომერ პირველი და მთავარი ეს არის ჩვენ თვითონ შინაგანად დავიწყოთ ბრძოლა. ხო გამიგეთ? არ უჭირდება ჩვენ არც რევოლუციონერი, არც დამხობის ორგანიზატორი მაგალითად. ჩვენ თვითონ შინაგანად თითოეულმა ადამიანმა დავიწყოთ ბრძოლა Facebook გვერდებზე. წარმოიდგინე ახლა 10,000 ადამიანმა რომ მოისმინოს მცირე და 10,000 ადამიანმა ეს მოსაზრება გაიაზროს. რამდენი ადამიანი საბოლოოდ ჩამოყალიბდება ერთაზე რომ ვიაქტიუროთ ყველამდე ვიბრძოლოთ. რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი და ასევე მე მინდა უთხრა პირადად ქართულ ოცნებას. არ შეიძლება საკუთარი მოსახლეობა ეს დონემდე დაამციროს, შეურაცხო და მეორე ფაქტორზე, რეალურ ფაქტორზე ისაუბროთ, ჩვენ საქართველოს ერთიანობა გინდა. საქართველოს ერთიანობა თუ გინდა, მაშინ ასე დონემდე რატო ავიწრებთ საკუთარ მოქალაქეებს და რატო ანაწევრებთ? მიზანი რა გაქვს? მიზანი გამოძრაობს და მე ვფიქრობ, რომ გიზინა ივანის და ქართულ ოცნებას ეს მიზანი ამოძრაობს არაერთი კონკრეტული, რომ საქართველოს იახას გადააქვს რუსეთის გუბერნია, ხო გამიგე? კი, გვიჩივიან გიჩინებენ, ჩვენ არ გვინდა ევროპის კოლონია, არ გვინდა ამერიკის მაგალითად შტატად გადაიქცეს, მაგრამ სული და გულით ბრძოლობენ, რომ რუსეთის გუბერნია გახდეს საქართველოს და ბუნებრივია ჩვენ მოქალაქეები ამას არ შევეგუებით, რატო? იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთის გუბერნია გახდება. შემდგომ ჩვენ შვილებს რა მომავალი ექნება? არავითარი მომავალი არ იქნება, ხო? საქართველოს როგორ შეიძლება გაყიდო და ამავე დროს შენი ბუდე გაიკეთო არაბეთში. ბიზინა ივანიშვილი თავის ბუდეს ახლა იკეთებს, მე რამდენად ხვდები არაბეთში. ხო, ჩვენ ეს ზუსტად არ ვიცით, თუმცა ამ შემთხვევაში თქვენი როგორც მოქალაქის პოზიცია მინდოდა გამეგო, რას ფიქრობთ პროტესტის გაგრძელების გზებზე, ან როგორ შეიძლება გაგრძელდეს პროტესტი? თუ გაქვს ამასთან დაკავშირებით მოსაზრება, მოგისმენთ თორე და სხვა აქციის ხომ მე პირველი ეს არის აქედან უნდა დავიწყოთ ჩვენ რა თქმა უნდა თავისთავად, ნუ დაუშვებთ რაღაც პოლიტიკური ნიშნით კონკურენციის გაწევას ერთიმეორის მოქალაქეები. ჩვენ თვითონ დავიწყოთ საკუთარ Facebook გვერდებზე ბრძოლა, ნებისმიერ Facebook გვერდებზე ბრძოლა, მნიშვნელობა აქვს ინტერნეტ გვერდებზე, ვიბრძოლოთ, გამოვიყვანოთ რა შეიძლება მაქსიმალურად საზოგადოება. ეს არის ნომერ პირველი. ანუ დეზინფორმაციას უნდა ვებრძოლოთ. რა თქმა უნდა თავისთავად ინფორმაცია ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა საზოგადოება ჩვენი საკუთარი აზრები დავაფიქსიროთ და საზოგადოება რამენაა დავარწმუნოთ, უნდა გამოვიდეთ ქუჩაში. ეს არის ნომერ პირველი, რას უნდა გავაკეთოთ. და მეორე,
ასევე რა თქმა უნდა თავისთავად ჩვენი მიზანი უნდა იყოს ერთადერთი ეკონომიკური საკითხების წამოწევა. მოსახლეობა ისე რატო არ გამოდის ძირითადად ქუჩაში? იმიტომ არ გამოდის რომ მოსახლეობა დაიხალა მოლოდინები. თავს ვერ ხედავს ამ მოთხოვნებში, მაგალითად აი ამის ზუსტად დაიხალა მოლოდინებში ხო გამიგე. რაღაც პოლიტიკოსებს აქვს პოლიტიკური მოლოდინები, პოლიტიკოსი ფიქრობს პოლიტიკურად, მაგრამ მე რო გლეხი ვარ, გლეხურად ფიქრობ, ვერ ფიქრობ მე პოლიტიკურად, ხო გამიგე და პოლიტიკოსმა უნდა გააკეთოს ერთი რამ, რომ გლეხურ ენაზე უნდა იაზროს და გლეხურად უნდა იაზროს, ხო გამიგე. გლეხს რას აწუხებს, იმაზე უნდა იმუშაოს პოლიტიკოსი. სხვაგვარად რა თქმა უნდა თავისთავად ამ ხელა გიგანტი დიქტატურის დამარცხება გამორიცხულია. მონსტრის დამარცხება სხვაგვარად გამორიცხულია. შენ თუ გლეხმა არ დაგედგა მასიურად გვერდში, როგორ ამარცხებ? თავისუფლებაზე გამოსულ 300,000 ადამიანი მაგალითად, ხო? ხო დამარცხებული იყო, მაგრამ 100,000 რომ გამიდა, ვერ დაამარცხეს. რატო? იმიტომ რომ 100,000 კაციდან მაგალითად 10% შენ აქცება ხელებში. ბრძოლის დროს უნდა იანგარიშო ყოველთვის 300,000-დან შენ შემოგრჩება 30,000, 10%. 90% აი შეიძლება გინდა არ გინდა ეს სოფლიას ნებისმიერ ქვეყანაში ეს ხდება. სხვაგვარად არ ხდება და აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა როცა შენ ბრძოლა გაქვს რომ და ჩანაფიქრო რომ უნდა მოაწყო მაგალითად რევოლუცია და გადატრიალება და რაღაცა უნებრია მასა ხო მჭირდება და მასას როგორ გამოიყვან ქუჩაში შენ თუ ხალხის გასაჭირზე არის საუბრობ 24 საათი ხალხის გულისემაზე არ გექნება რა თქმა უნდა გაკეთებული ყურადღება როგორ რანაირად გამიყვან არავის ლამაზი თვალები არ მოწონს მოწონს ლამაზი გონება ლამაზი სიტყვასუხი ლამაზი ბრძოლა და ერთგულება ეს მოწონს თუ არა არავის თვალების გამო არ გამოდის ქუჩაში რა თქმა უნდა თავისთავად ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ კარგად რომ ზუსტად ხალხის გასაჭირზე უნდა გქონდეს ყურადღება გამახვილებული მაგალითად უნდა დავიწყოთ ჩემი შეხედულობით საბანკო დიქტატურა ხო არის ამ ქვეყანაში არის ვაღიარებთ ეს ხო რეალობა არის სოციალ დაუცველებს 2 ლარი რატოა ამ ქვეყანაში ბავშვებს რატო შეიძს აი ამ საკითხებზე ძირითადად უნდა იმუშაოს ოპოზიციამ უნდა იმუშაოს აქტიურმა საზოგადოებამ საკუთარ ინტერნეტ გვერდებზე რომ საზოგადოებამ დაარწმუნოს აქტიურმა საზოგადოებამ რომელიც არ არის აქტიური ის საზოგადოება დაარწმუნოს და გამოიყვანოს ქუჩაში ჩვენ ამით უნდა გამოიყვანოთ ადამიანები ქუჩაში ხო რა ჩვენ რა თქმა უნდა თავისთავად ვიღაცას რაღაც პოლიტიკური მოთხოვნები აქვს ეს პოლიტიკური მოთხოვნები 34 წელიწადში გვესმის და დაიხალა ამ საზოგადოება ამიტომ ხალხის კეთილდღეობა წამოიწიოს და ნახეთ შედეგები იქნება ძალიან დიდი მადლობა ეს იყო ზურაბ ირემანძე ბათუმის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ბექა ქურხულს მიუსაჯა 15 დღე მგონი არ 8 დღიანი პატიმრობა შეუფარდა მოსამართლემ თბილისის საქალაქო სასამართლომ თავს დავნაშავი და არ გრძნობა არც ერთი წამით ვადასტურებ რომ პროტესტში აქტიურად მონაწილეობით 15 დღეს მომისჯიან თუ 15 თვეს ჩემთვის მთავარია ღირსება და როგორ შევხედავ თვალებში ჩემს მეგობრებს და ჩემს ხალხს ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს თქვა ბექა ქურხულმა სასამართლო პროცესზე მისი მიმართვა ბექა ქურხულის მეგობრებმა გაავრცელეს რომლებიც ესწრებოდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესს როგორც ახლახანს გახდა ცნობილი 8 დღიანი პატიმრობა ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა ბექა ქურხულს კიდევ ერთ დაკავებულს კობა ბაჩო კუციას მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 14 დღიანი პატიმრობა შეუფარდა ცირა ჟვანიას ჟურნალისტ ცირა ჟვანიას 10 დღიანი პატიმრობა შეუფარდა გზის გადაკეტვის საბაბით ეს ფორმულას მესამე ჟურნალისტია ვახოსანაიას 6 დღიანი პატიმრობა ქეთა ციცქიშვილს 5 დღიანი პატიმრობა და ახლახანს გახდა ცნობილი რომ 10 დღიანი პატიმრობა შეუფარდა ცირა ჟვანიას მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ვართ ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარედ სადაც 328 დღეა უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს და მე გოჩამ ჟავანაძეს ვკითხავ როგორ ხედავთ პროტესტის განვითარების გზას მაშინ როდესაც რეჟიმი ცდილობს რომ პროტესტი ჩაახშოს ეხლა ვკითხულობდი ადმინისტრაციული გადაწყვეტილება კი 5 დღიანი 14 დღიანი 10 დღიანი პატიმრობები შეუფარდეს თბილისში დაკავებულებს პირველ ცდილობაზე და რავი როგორ ხედავდა მე დავიდგეთ ბოლომდე და ვიბრძოლოთ პატიმრობებით ვერ შეგვაშინებენ დარწმუნებული ვარ არც უნდა შეგვეშინდეს და ანუ ვინც ამ ბრძოლაშია არ ამგონია რომ შეშინდეს და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ და მაქსიმალურად მე ამ დიდი ძრაამბობა უნდა გავუწიოთ უწყვეტობაში მინარჩუნოთ და არაძალადობრივი და მშვიდობიანი ფორმით ვებრძოლოთ როგორცაც
დღემდე მოვედით. და რავი შემოგვიერთდეს უნდა ის მოქალაქეებიც, ვინც ეხლა რავი სახლებში ხედავ და უნდათ უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ ამისთვის არანაირი ნაბიჯი შეიძლება. ისინიც უნდა მიხვდეთ, რომ რავი უდანაშაულო საუბარი საკითხების გამო და პროტესტის გამო, რომელიც არის დაცული ჩვენი კონსტიტუციით და რავი აღიარებულია მთელი განვითარებული სამყაროს მიერ, ამის გამო არავინ არ უნდა ისწრებოდეს და პატიმრობა 5 და 6 დღე კი არა, რა ვიცი, 1 საათიანი პატიმრობაც ძალიან დიდი დარტყმა ნებისმიერი მოქალაქისთვის და უნდა გაიარგოს ყველამ და ეს ქვეყანა მაინც გაიმარჯვებს, ეს ბრძოლა მაინც ანუ სიკეთის და სიმართლის გამარჯვებით დასრულდება და მე მათი დუბინი ყველას ემართებოდა და თვითონაც შეეცდობა დარწმუნებული ვარ, რომ ამ დროს არის ყველი ადგილი, სადაც უნდა ყოფილიყო. რავი მოუწოდეთ, რომ გაიარგონ არსებული სიტუაცია და თავისუფლება შეიტანონ რა. პროტესტის გაგრძელება რა ვიცი. ახალი რაღაც ველოსიპედის აღმოჩენა არაა საჭირო, რომ ვიდა წყნარად პირობიანად უწყვეტად, როგორც მოვედით ხემდე, ასე უნდა გავაგრძელოთ და ანუ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ შეიძლება დიდხანს ვიდეთ და მაქსიმალურად წნეხი გაძლიერდეს როგორც ჩინური, ასევე საერთაშორისო დონეზე. ამიტომ ეს იქნება. ძალიან დიდი მადლობა, ეს იყო გოჩა მჟავანაძე. მალხაზ ირემაძეს ხედავ, გამარჯობა ბატონო მალხაზ, დღეს ყველას ვეკითხები იმ ფონზე, როდესაც ქართული ოცნების რეჟიმი ამკაცრებს გაამკაცრა უკვე რეპრესიული კანონები და აი ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. როგორ ხედავთ პროტესტის გაგრძელების გზას? რა არის თქვენი ხედვა როგორია გამოცემული? ანუ ყველამ თავისი გამოცადა პარტიებმა, ყველამ თავისი გასაკეთებელი ისე თუ ასე შეძლო თუ ვერ შეძლო გააკეთა ზიან ლიდერები. ხა რა უნდა მოთხოვოს ხალხმა, რა უნდა თქვას ახლა პარტიებზე, ხო, ანუ დაიჭირეს ლიდერები და უნდა აიღოს ჩემი აზრით აი იმ ადამიანებმა, ვინც აი ამდენი ხნის მანძილზე დგანან. იქ უკვე არის, უკვე ადაპტირება განიცადა, უკვე გამოჩნდება ის ადამიანები, რომლებიც მოიფიქრებენ სვლას და რა თქმა უნდა უკრაინის საკითხია, მაგრამ ჩვენ თუ არ გამოვიდით, თუ არ თქვით ჩვენი სათქმელი და დაველოდეთ ვიღაცას რა, უკრაინას დაველოდეთ და რუსეთს და უკრაინას ან ამერიკას და ევროპას ან ვინმეს თუ და ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ამის თვალინდა. უნდა გამოვიდეთ ყველა და უნდა ვაჩვენოთ ყველა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს, რომ კი დაინახეს ახლა 4-ში ნახეს ამდენი ციფრო და ახლა კიდევ შეკრება იქნება და დაინახავენ რომ პროტესტი არის უმრავლესობაში და იციან ამას და იმოქმედებენ ისინი. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ახალგაზრდები, რომლებიც არიან განათლებული თაობა, მე რო ეხავ საუბრობ, რა ვიცი, მე უხერხულობ, იმიტომ რომ ისეთი ახალგაზრდები დგანან ჩვენთან და ძალიან განათლებულები, რომლებიც უნდა მიხედონ ამ ქვეყანას და გამოიყენონ ამ, რა ვიცი, დიქტატორიდან. ეს არის წარმოუდგენელი რაღაცები ხდება. ეხლა ეს მოხვედრილიყო 5 წლის უკან ეს კანონები რაც მიიღეს. რა თქმა უნდა ხალხი უფრო, მაგრამ ეტაპობრივად აკეთებენ ამ ყველაფერს და შეაჩიოს ხალხის სიკვდილს, დაჭერას. აი ადამიანები თავის ფეხით მიდიან, ხო დღეს გიორგი რეჟისორი თავის ფეხით მინდა, ნუ ხელოვანებიც რა სხვანაირად გრძნობთ რაღაცებს და უფრო მეტად ემოციურები ვარ და ამიტომ გიორგიმაც გამოხატა შესაბამისად მივიდა და ჩაბა ესე რომ ვთქვათ გააკეთა ეს ნაბიჯი. ანუ სული სიგიჟია ეს არის, აი მაგალითად პრობლემა არის რომ ადამიანებში არის შიში და ამ შიშით როგორ გააგრძელებენ ცხოვრებას მე არ ვიცი რა. ანუ არ გაგრძელდება დარწმუნებული ვარ, მაგრამ ეს არის ახლა სკოლის ვიღაცას ხონდო და მაგალითად წასვლა და ჩაბარება აი განვითარებულ ქვეყნებში მაგალითად საფრანგეთში, მაგალითად გერმანიაში. უკვე ვეღარ მედის თავისი შვილი. ხალხში არის ძალიან დიდი პროტესტი და ეს პროტესტი სულ მალე მაღლა ითქვა. დარწმუნებული ვარ ამაში აუცილებლად, იმიტომ რომ ისეთი ხალხი უკვე უკმაყოფილი ვარო, რა ვიცი. არა, რა ვიცი, არ უნდა იყოს ადამიანი მარტო ჭამაზე ორიენტირებული. აი თან იცით ძალიან საინტერესო ახლა ვკითხულობ, რომ ერთი და იგივე დანაშაული ბრჭყალებში ჩაიდინა 3 ადამიანმა თბილისში რუსთაველზე გზა გადაკეტა და მოსამართლებმა როგორ შეაფასეს
მაგალითად ბექა ქურხულს 8 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ბაჩოკუციას 14 დღიანი პატიმრობა, ცირაჟვანიას 10 დღიანი პატიმრობა. ანუ რა ლოგიკით, როგორ ხელმძღვანელობენ, როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს, აბსოლუტურად აუხსნელია და ესეც ის რომ თან ყველაფერს კანონიერად აკეთებენ, იმიტომ რომ ეს კანონი უკვე მიიღეს, მაგრამ არის თუ არა ეს კანონი ლეგიტიმური, ლეგალური არის, მაგრამ არის თუ არა სამართლიანი ეს კანონი, ლეგიტიმური კანონი თუ არის, აი როგორ ხედავთ ამას? თვითონ კერავენ, აი როცა დიქტატურა არის, უკვე თითქოს რაღაცა კანონს აკნევს სიტყვას, თორე ეს ახლა რაც ჩვენ კონსტიტუციაში გვაქვს, რაც ჩვენ უნდა აი ეს ყველაფერი არის. შეუძლიათ დღეს მაგალითად უცებ მოიფიქრონ და შეკრება შეწყვეტოს. შეიძლება ინტერნეტი როგორც რუსეთში მოხდა რა, ანალოგიურად აპირებენ ახლა რუსეთთან მოდის ხო ეს ყველაფერი დარიგება და ეს. ანუ ეგ რაღაცები ახლა გამოდის ყველა უნდა დაიჭირონ, ეს ტალღა რაც იყო ხო ნახე, გონია თუ კიდე შეაშინება, ხო ნახე რა, ისევ არ ჩერდება ხალხი, ისევ ერთს დაიჭერენ, გამოდის 10, გამოდის თავისი ბიზაშვილი, გამოდის თავისი და, თავისი ძმა. ეს ჩანაცვლება ხდება. ანუ კი შესაძლებელია ფიქრი აქვთ იმის, რომ ქართველები დაიჭირონ ნაწილი, შემდეგ განდევნონ ქვეყნიდან და შემოიყვანონ როგორც არის ახლა არაბეთიდან ინვესტიციების შემოგვაქვს, ქალაქების შემდეგ არაბეთიდან ჩამოხიზნავენ ხალხს და ასევე როგორც რუსეთია, მთელი ახლა მე ინასარიძეზე ცხოვრობ და მთელი რუსეთში ვცხოვრობ ფაქტობრივად, გამოდივარ ქუჩაში, ახლობლებს ვეღარ მეზობლებს, ვეღარ წავამჩნევ სულ რუსეთ. ანუ ეგ ჩანაცვლება ხდება და თვითონ კარგად იყო, თავარია ესე ოქროულობა ქონდეთ, შემდეგ ვიღაცას დაიჭერენ, თავისიანს დაიჭერენ, გაწირავენ რაღაც და აი ერთადერთი ის არის, რომ ამ ხალხში არის ის რომ იციან ქართველის აი შესწავლილი აქვს ისტორიულად და აი იმით მოქმედებენ და აშინებენ ხალხს და ზოგი სამსახურშია, ზოგი ბიზნესშია, რამდენი ამბობს ხო ახლა თავისუფალ სიტყვას ხმამაღლა ვერ ამბობს, თორე ურთიერთობაში იმაში ძალიან დიდი იგი რა ქვია, ნეგატივი და ნახოთ რა ახლა მოვლენები რა თქმა უნდა არის ის რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ ხალხი გამოდის, ხალხი პროტესტს გამოხატავს და რაც უფრო შეზღუდვა მოხდება, მით უფრო ხალხში მეტად არის ემოცია და მეტად არის ესა რა ნახოთ. რა ვიცი, ჩვენსთან მართლები ვიქნებით ყოველთვის ჩვენ შვილებთან, შვილიშვილებთან და რა ვიცი ახლა დაგვიჭირონ მაშინ. ახლა ამ ეტაპზე ჩვენ ბათუმში არ ვკეტავთ და რამდენი ერთი ზებრაზე გაკეთდა გადასვლა და ისე დაგვაჯარიმეს რომ რა ვიცი ზურგი მე მაგალითად ზურგი დამომიცნეს მე მაგალითად სამსახურიდან გამომიშვეს აი ქალბატონი გამომიშვეს ირინა რესპუბლიკურიდან ექიმი და ექიმების პრობლემა ეხლა ვინც არის ფაქტობრივად ნიჭიერები და ვინც არის განათლებული ადამიანები ექიმები ახლა ხო ბევრს ვისურვ აი გამოთქვამენ პროცესი მათ გამოუშვენ დარჩება ისეთი ხალხი ვინც ნახოთ რა აი ამას თუ ხალხი ვერ ხედავს და ამას ხედავს მაგრამ ამას თუ ხალხი არ გადალახავს და სულ მალე მოხდება გადალახვა იმით რომ ეს მონღოლები ეს რუსები როცა ზიანს მიიღებენ დიდ ზიანს მიიღებენ ახლა დღეს შეკრება ხო ნორვეგია ინგლისია განვითარებული ქვეყნები შეიკრიბა იტალია ისინი და უკრაინას აძლევენ დიდ დახმარებას და რუსეთის როგორც კი სისუსტეს დაინახავს ხალხი უცებ როგორც გასწირეს თავიანთი ღარიბაშვილი, თავიანთი ლიჟვაძე უცებ ფოტოები ამოშალეს. ბევრი აი ეს ხალხი ჩვეულებრივად უცებ გაწირავენ, როცა სისუსტეს დაინახავენ. როგორც იყო რა, მე ახლა მახსოვს ასლამაშის პერიოდიც ახლა ასანსო ვახსენებ, ასლანი მემედი ყავდა ბაბუა და ახლა ამათ ვიყავდა, რა ვიცი, ერთი იქარიო რუსეთში. ანუ რატო ვახსენებ ამას? აი ეს პერიოდი გამოიარეთ და ვით მახსოვს და როგორ იყო ეს ადამიანები, რომლებიც თითქოს აქებდნენ, ადიდებდნენ, იმიტომ რომ კარგად ცხოვრობდნენ ისე თუ ასე რაღაცას ის კონდათ პატარა ბიზნესი კონდათ გადასახედები იქიდან არიხდნენ თუ რაღაცა წილიმი კარგად იყო, იგზნობდნენ თავს რა და შემდეგ იმათმა როგორ ხარი აქციეს. ამასაც ვიჟვაძეს როგორ აქციებს ხარი ხო? სურათები ამოშალეს რამდენი ახლა ბათუმი პატარა არის. უცებ ესე შეუძლიათ რომ დაიჯერონ რომ ის არის ქვეს პერია, უცებ პერია. რო თქვა თავის გაზე რა ქვია. ძმაზე პერია, იტყვის პერია. ახლა ყველას არ ვაყენებ შეურაცხყოფს, მაგრამ ბევრი ხდება, ბევრი გზნობს, უბრალოდ ახლა ვერ გამოხატავს, იმიტომ რომ გარი პროპაგანდა ჩაითო, ხო პროპაგანდის მანქანაა ჩართული, ეს არის იმედის არხი, ეს არის ის არხები, რომლებსაც უგადავთავს სასწაულია იქ რეებს ლაპარაკობენ. იმას რომ მოусვეს ადამიანი, ახლა თან 12 წელი რო უსვეს თან სანახაობები რო აქვს ჩართული, იქ ისეთი რეჟისურა, ახლა მე რეჟისორი ვარ, ვიცი, აი როგორ აკეთებენ
ფსიქოლოგიურად როგორ მოქმედებენ ადამიანზე, ეს არის დიდი ჩართული და ამით ადამიანებს იქ შემოუგდებს უცებ რაღაცა სივრას, რა ქვია, პოლიტიკური რაღაცებს და ამით ადამიანებს თან ეხა ეს შიში ხო ომი დაიწყება, ომი გინდა, მშვიდობა, აი რა, ახლა სომხეთის და აზერბაიჯანის წავიდა შეხვდნენ ამერიკასაც, ევროპასაც, მაგრამ ომი არ დაწყებულა იქ და აი ამით ომით და ერთი იყო მშვიდობა და ვიყო ასე რა, ღარიბულად ვიყიდო მეორადი საჭმელი, გამონაბოლქვი ყლაპო, სიმსივნე დაემართოს დედას, მამას, ეს ელემენტარული არის ხა დიდი პრობლემაა, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემაა ის არის, რომ დიდი ხანი დაჭირდება, დიდი რა წლები დაჭირდება, რომ უცებ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, ამ დიქტატურიდან, ხალხი ამ წნეხიდან, ამ რაღაცა ფსიქოლოგიური ტრავმიდან, რომ ცივილიზებული ქვეყნები ისევ დაუბრუნდეთ და ისევ გავაგზავნოთ ცხოვრება, თუმცა ჯერჯერობით მოსაშორებელია ეს წარმოუდგენელი რამ, რომელიც ვერ წარმოედგინა, ვის წარმოედგინა, რომ ევროპაში ვეღარ წახვიდოდი და ევროპაში შვილს ვერ გააგზავნდი სასწავლებლად თუ ვის წარმოედგინა და გეტყოდნენ, რომ ლომონოსოვში უნდა გააგზავნო და იქ ისწავლო. აი, გასვიზართ. არის რაღაცა ის წინა ტრაუმები მოყვება ამ ხალხს და აი ეს იქიდან მე უფრო მაინც იმედიანად ვარ, იმიტომ რომ მე ახლა მაგალითად შემიძლია ხო წავიდე. ჩვეულებრივად ავიღებ წავალ, მაგრამ ჩემი მე მაქვს ხო, მე გამაჩნია ჩემი ადამიანობა, ჩემი შვილის გარდა ჩემი ზია ხო, ზია ჩემს დღეს დააკავეს ის ადამიანები ზვიადი, მარტო რამდენი ახალგაზრდა, აი დღეს რამდენს იჭერენ როგორ უნდა გავიდე, ვერ გავა. ამიტომ მაქსიმალურად მე შევესწრები, რომ მაქსიმალურად ვიბრძოლებ, სიცოცხლის ბოლომდე, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ჩემია, არ მაქვს ჰექტრებით მიწა, მაგრამ მაპატიეთ გამიგზავნა, არ მაქვს ჰექტრებით მიწა, მაგრამ ვისაც აქვს, ისინი გარევაჭრობაში არიან, ბევრი, აი, რამდენს ქუჩაში გარეთ ვაჭრობს და მიწები აქვს ხალხს და იმ მიწას ვერ ამუშავებს. ჩამოსული ზოგი თურქეთში გადასული. არა, გავკო, რას ვიზამ. ესე მოჩვენებით ფასადები გარემონტეს, ესთეტიკა მოვიდა, კაბელები რაღაცები. აი ეს, აი ტურიზმი ვინ არის? ტურიზმი ჩამოდის დაბალი დონის ტურიზმი. რაცა უნდა ეხლა რაღაცები. ეხა ეს მაინც სულ მალე დასრულდება. საქართველოს ვინ არის მონღოლები, ვინ არ ებრძოდა ქვეყანას. უბედურება ისაა ჩვენ აი ამ პერიოდში ვარ. არ გადავიტანეთ და არ მინდა რომ ჩვენ რაც გადავიტანეთ, შვილებმა გადაიტანოს. ძალიან დიდი მადლობა. მალხაზი რემაძე საუბრობდა რეჟიმის დღეს. დიდი მადლობა ვართ ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან. და ეს არის ზურაბ ჭავჭანიძის დროშა. მართალია ზურაბ ჭავჭანიძე დაატყვევა რეჟიმმა, თუმცა მისი დროშა ყოველ დღე არის აქციაზე. ევროკავშირის და საქართველოს დროშები. ბატონი ზურაბის ნაცვლად.